მოგესალმებით, მეგობრებო. მნიშვნელოვანი ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ. ფსიქოლოგიაში არის ესეთი ADHD, ესეთი ყურადღების დეფიციტი, შფოთვა, შინაგანი და ეს არის ადამიანის ნეირონულ დონეზე, ესე რომ ვთქვათ, განწყობა, როდესაც ადამიანი ფოკუსს ვერ აკეთებს, მაგალითად, მნიშვნელოვან საკითხებზე, თვითონ ფსიქოლოგიური ანალიზი რო გითხრათ მარტივ ენაზე, ხო? ეს არის ხასიათი ადამიანის, როდესაც მაგალითად მნიშვნელოვანი დიდი პროექტების დროს ყურადღება ეფანტება და შეიძლება საერთოდ გაშიშდეს და ვერაფერი ვერ გააკეთოს. ან მას სჭირდება მუდმივი დოფამინური დამოკიდებულება, ანუ სულ ემოციურ აღტაცებაში უნდა იყოს და სულ ემოციურ ახალ იდეებში გადადიოდეს, ფოკუსს ვერ აკეთებდეს მაგალითად, ასტროლოგიურ ენაზე რო გითხრათ, სატურნულ ენერგიაზე, როდესაც გეგმა ზომიერად შვიდად უნდა რაღაც დავგეგმოთ და რაღაც საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ანუ ჩვეულებრივად მაგალითად აი ამ ხასიათის და განწყობის ადამიანი როგორც წესი იბნევა ან მუდმივ შფოთვაში არის, ყურადღებას ვერ აკეთებს, კონცენტრირებას ვერ აკეთებს რომელიმე მნიშვნელოვან საქმეზე და ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან მაგალითად კონსულტაციაზე, როგორც წესი ეს არის ურანული ენერგია, ჩვენთან ასტროლოგიურ ენაზე რო აგიხსნათ, ურანული ენერგია, როდესაც ან პირადი პლანეტები ყავს ურანთან ასპექტირებული ადამიანს, ან მე-11 სახლში ყავს ასტროლოგიური ტერმინებით პლანეტები, ან მერწყულის ენერგიაში გადატვირთვა აქვს მაგალითად ადამიანს, ხო? აქ რა თქმა უნდა ვაფასებთ მერე ხარისხს, რომელ პლანეტასთან არის ეს ურანული ენერგია და ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ დონეზე აქ ხდება უფრო ცოტა ხანგრძლივი კვლევა, ვიდრე ასტროლოგიაში შეგვიძლია ჩვენ ეგრევე დავინახოთ. რომელ ენერგიებთან არის კავშირი, თუ ვენერასთან არის მაგალითად ურანის კავშირი, ეს შეიძლება იყოს შფოთვა უფრო ფინანსურ ან ურთიერთობებში, ან კომფორტულ ზონაში, მაგალითად მარსიანულ ენერგიასთან ეს არის მოქმედებებში შფოთვა, როდესაც უბრალოდ სისტემაში ვერ შემყავს რაღაც სიტუაცია, მაგალითად ვერ ვაკეთებ კონკრეტულად ერთ საქმეს ბოლომდე. ანუ თვითონ ასტროლოგიურად, ასტროფსიქოლოგიაში დიაგნოსტიკა გაცილებით ზუსტია ხოლმე ხა ჩემი გამოცდილებით და ასტროლოგიური კომბინაციებით თუ იმშელებთ, ვიდრე მაგალითად ფსიქოლოგიაში შეგვიძლია უბრალოდ ეს სინდრომი დავარქვათ ადამიანს, რომ აი ამ სინდრომის მატარებელი არის ზოგადად ადამიანი. თუმცა ასტროლოგიაში ამის კლასიფიკაცია შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, მაგალითად როგორ შეიძლება გამკლავდეს ადამიანი ამ ყველაფერს. ასტროლოგიაში ჩანს უკვე კონკრეტული ტრავმა, მაგალითად რის გამო არის ადამიანი ამ ყურადღების დეფიციტის რეჟიმში, ან შფოთვაში, მოდით ესე ვთქვათ, მუდმივი განგაში, მუდმივი შფოთვა და ახლა აგიხსნით ამ სინდრომის მიღმა ასტროლოგიაში რა დევს საფუძვლად. რაღაც ზონაზე ძალიან ბევრს გვაქვს ეს ასპექტები, ახლა ურანი შეიძლება ძალიან აქტიური იყოს ადამიანთან, მაგრამ შეიძლება იყოს სატურნული ტიპაში უფრო ადამიანი, გადატვირთული სატურნით და აქ ამის შემთხვევაში სატურნი და ურანი ერთად თუ არის ჩართული, სატურნი ამ შემთხვევაში ჩვენთან ციკლთან აქვს კავშირი, რომ ეს მუდმივად სისტემას უნდა ემსახურებოდეს, ყურადღების კონცენტრირება უნდა ქონდეს ძლიერად ადამიანს და იქვეც ასევე თუ არის ურანი აქტიური, შეიძლება იყოს მუდმივი ძიება სრულყოფილების, შფოთვითი ძიება სრულყოფილების და ამ ნევროტულ შფოთვაში, ესე რომ ვთქვათ, ხდება რაღაცნაირად გაჭედვა და ადამიანი უკვე ემსგავსება ციყვი, რომელიც ბორბალში დადის გაუთავებლად და მაინც ვერ გადის ვერსად, ხო? ანუ რეზულტატს ვერ აღწევს. აი ესეთ სინდრომში, როდესაც მოდიან ჩემთან, იქ ძალიან კარგად ჩანს, საიდან მოდის ეს ყველაფერი, როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი აი ამ რეალურ პრობლემებს, ხო? და ავხსნე უფრო ურანულად, საიდან მოდის ეს პრობლემა რეალურად, რა არის ურანისთვის დამახასიათებელი, აი ამაში გაჭედვა, შფოთვაში გაჭედვა, ხო? ურანი არის ჩვენთან მეგობრებო მაღალი ძაბვა, ტვინთან არის ძალიან აქტიურ კავშირში, ეს არის ნეირონულ დონეზე გადამცემი, ნერვიულ სისტემას მართავს ურანი და გადამცემი ენერგია, აი მთელს ხელში ხშირად აქვთ ხოლმე ურანელებს, აი ბჟუილის შეგრძნება გვაქვს, ამბობენ ხოლმე, ხო? ეს არის ურანული ელექტროტალღები, რომელიც მუდმივად სწრაფად, ელვასთან არის ურანი ჩვენთან ასოცირებული, სწრაფად გადასცემენ იმპულსებს და ვერ ასწრებს თითქოს სხეული მიმღებლობას აი ამ ენერგიის. და ეს ისე სწრაფად ხდება, ცირკულირება, ხო? ახალი ინფორმაცია მოვიდა
ვერ მოვინელე, ვერ შევვითვისე მაგალითად და უკვე ისევ ახალი შემოდის, ხო? აი ცოტა ეზოთერულ ენაზე რო აგიხსნათ ურანული ენერგეტიკა, ეს არის მუდმივი, აი ესეთი ნათებები, ელვისებური ნათებები და რომელიც ვერ შედის სატურნულ ენერგიაში, ხო? ანუ შეთვისებაში ვერ ხდება. ამიტომ პრობლემა რაში არის, იცით, რომ ეს არის უფრო ეზოთერულ ენაზე რო აგიხსნათ, პრობლემა არის იმაში, რომ ადამიანი მუდმივად ენერგეტიკულ ფსიქოლოგიურ დონეზე ცხოვრობს მომავალში. მუდმივად არის ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად ესეც რო ავხსნათ, ხო? მისი ყურადღება, მისი ენერგეტიკული ველი მუდმივად მომავლის იმპულსებს ღებულობს. ეს ეზოთერული ენერგეტიკული ენით რო აგიხსნათ. შემდგომ ვერ ახერხებს დღეს, ახლა, ამჟამად და დროსა და სივრცეში, ანუ სატურნი ეს არის დრო, ეს არის უკვე სტრუქტურა, როდესაც აი ესე მიდის დრო, მაგალითად ჩვენთვის და ამ დროში ყოველდღიურად რაღაც ქმედებები არის საჭირო, რომ მომავალში მივიღოთ შედეგები. აი მაგალითად, მე თუ მინდა სხეულის ფორმები კარგად მქონდეს, ხო, ისე როგორც მე მინდა. ან უნდა ვივარჯიშო ყოველდღე, კუნთები მინდა სიტყვაზე მქონდეს, მე ყოველდღიურად დისციპლინირებულად ეს სატურნის ენერგია რომ და ვივარჯიშო და მომავალში მივიღებ იმ შედეგს, რაც მჭირდება. ანუ სატურნი და ურანი რეალურად თუ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ხო? პირობითად რო ავიღოთ. ეს არის მომავალში სასურველი შედეგების მიღება უკვე დღევანდელი შრომით დაწყებული. და ურანი ცალკე სატურნის გარეშე რა არის? იდეებში ყოფნა, იმპულსებში ყოფნა, აი ამ პატარა ნათებებში ყოფნა, რომელსაც დამიწება არ აქვს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა როდესაც არის ელვა და ნუ ჩვენ სადღაც ახლა მე მაგალითად როცა ურანელებს ვაკვირდები ხოლმე, ან აი ამ სინდრომის ადამიანს, თუმცა მეც ვაქვს ეს სინდრომი, ახლა ბევრსა გვაქვს, ვისაც ურანი გვაქვს აქტიური რუკაში. ზოგჯერ ესეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ მე ხამრიდი ვარ ამ ადამიანების ელექტროობის. აი სიმშვიდით, შენი დაკვირვებულობით, კონცენტრაციით, მათი შფოთვა მიწდება ნენელა, იმიტომ რომ თვითონ თითქოს ვერ ახერხებენ აი ამ დამიწებას. და აი ეს მეხამრიდის ფუნქცია შეიძლება სხვებმა იტვირთონ, ვინც ურანელების გარშემო არიან მაგალითად, ხო? მიმართულება რომ მისცენ მათ აი ამ ხეთქებად ნათებებს. ნიშნულოვანი რა არის? ხა თუნდაც პირად კონსულტაციაზე, როცა ურანის ენერგიაზე მუშაობთ, აი აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო რამ, რომ ზუსტად შემყავს მომავალში ადამიანი წარმოსახვით თერაპია იქნება ეს თუ ენერგეტიკულად უფრო გადავედით აი იმ მუდმივი მომავლის ენერგიაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით რომ ის სადაც ეს ადამიანი ენერგეტიკულად შეიძლება იყოს აი სამ მომავლის ენერგიაში ხედავს რომ აი ზუსტად იმას ანიავებს იმ მომავალს იმიტომ რომ სატურნის ენერგია თუ არა გვაქვს ის მხოლოდ იდეებად რჩება ურანი რჩება მხოლოდ ნათებად და ის არაფერს არ მოიტანს ანუ ეს იქნება მუდმივი დევნა იდეების რომელსაც დაგრაუნდებას ანუ დამწებას ვერ ვახერხებთ ხო და რეალურად ხელში არ გვიჭირავს არაფერი როცა ურანს მივყვებით ეს არის შფოთვა ის მუდმივი აი ტალღის მომავლის ტალღის ძიება და შესაბამისად რეალურად ხელში არ გვიჭირავს მე ის იდეები რომელიც მე მინდა რომ მომავალში მქონდეს მე აქ არის ერთ ძალიან საინტერესო რამ რომ კიდევ უფრო ძლიერდება ეს რომ რაღაც არ აი ესე რომ გითხრათ არ გავმაზო რაღაც სულ ეს აქვს არ გავმაზო არ გამოვტოვო რაღაცას არ გამოვრჩე და ზუსტად ეს ემოცია აძლევს იმას რომ სულ ტოვებენ რაღაცას სინამდვილეში. აი ეს რაღაც არ გამომაზო ეს ნიშნავს რომ გამაზული გვაქვს რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს შფოთვა არის მაშინ გაძლიერებული, როდესაც რეალურად ხვდებით რომ რაღაც აი ფეხქვეშ მიწა არა გვაქვს, სიმყარე არა გვაქვს და რეალურად ხელში არაფერი არ მიჭირავს. ეს შფოთვა კიდევ უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ კიდევ უფრო ჩქარდება რითმი, იმიტომ რომ ურანი ეს აჩქარებულ ტემპთან არის დაკავშირებული. ეზოთერული ენით რო გადმოგცეთ, ეს არის აჩქარებული ადამიანი, რომელიც დროსა და სივრცეს არ უყურებს და მომავალში შესაბამისად ცხოვრობს, მაგრამ არის კიდევ სხვა ვარიანტებიც. ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგიტომ გეუბნებით, რომ
როდესაც არის სინდრომი, ყურადღების დეფიციტი, მაგალითად, ხო, კონცენტრაციის პრობლემა. ამას ფსიქოლოგია ეძახის ზოგადად აი ყველა ამ დაგვარი ენერგიის ხალხს ამ სინდრომში ჩასვავს. მაგრამ ასტროლოგიაში კი ურანული ენერგიაა ჩვენთან, მაგრამ ასტროლოგიაში ასევე განვასხვავებთ უკვე ბევრად უფრო დეტალურად. სად არის ეს სინდრომი? თუ არის აქ შავმთვარესთან ჩართული, მაგალითად, ეს არის უკვე სერიოზული ნევროტული შფოთვა. ეს არის უკვე საერთოდ მომავალში შეიძლება ადამიანი იყოს და მომავალში რატომ? ახლა ძალიან მნიშვნელოვანს გეტყვით. თუ არის ხოლმე ეს უფრო შავმთვარის გავლენა, შავმთვარის აი ტრავმები, ხო, რეალურად ჩვენთან არაცნობიერში იმპულსი, რომელსაც შევარ ვხედავთ და ეს უბრალოდ იმპულსურად სხეულს ამოძრავებს შავმთვარე. ოღონდ შეიძლება ჩვენ ამასთან კონტაქტი არ გქონდეს და უფრო აი კვადრატურა შავმთვარის ურანთან შეერთება ოპოზიცია მაგალითად, ხო? აი ეს ენერგიები ან მე-11 სახლში ან მერწყულში. მერწყულში როცა ხდება შავმთვარის მდებარეობა, ადამიანი მუდმივ ურანულ დაძაბულ ელვისებურ განცდაში იმყოფება. ის ვიადგამსახურდია რომ გავიხსენოთ მაგალითად, მერაბ კოსტავა ორივე შავმთვარი მერწყულში ყავდა. და ეს არის მუდმივი დაძაბულობა, იმპულსურობა, რა ის სულ უნდა ვიყო შფოთვის მდგომარეობაში. და ეს ლილიტური გავლენა არის და ანუ ეს არის შფოთვის მდგომარეობაში ნაგანი, ნუ მათ კიდე ბევრი სხვა რაღაცები არის, ეს ჭრდილები, მაგრამ ისე ზედაპირულ დონეზე რო გაგიხსნათ, ხო? ის არის უფრო რა იცით, აი ურანს აქვს ესეთი ხასიათი, სხვა ვიდეოებიც მინდევს ურანზე, მაგრამ უფრო აი პირდაპირ ამ სინდრომზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როგორც კი იუპიტერი ურანი შეერთება აქ ადამიანს და ან მეოთხე სახლში ყავს ურანი, პირდაპირ ეს სინდრომი არის, ხო? აი ეს სინდრომი ზოგადად, როდესაც არის განზოგადება ყველაზე აი ლილიტურ ენერგიაში ახლა რო აგიხსნათ, ხო, როგორ ხდება? ურანი ჩვენთან ეს არის, აი ნახეთ, ნეირონული კავშირი, მისი ფუნქცია რა არის? უმაღლესი ოქტავა არის მერკურის. დავაკავშიროთ, აი ნერვულ სისტემასაც რატომ მართავს, ხო, ურანი ჩვენში, ყველაფერი კავშირში არის ერთმანეთთან. ოღონდ უკვე ელვისებური მოძრაობით. მერკური თუ არის იქ გამტარი ინფორმაციულ დონეზე, აქ ურანი უხილავ გამტარ ენერგიას ძალიან სწრაფ ნეირონულ დონეზე, აი უცებ აქ რო დავიდე ხილ და წამში ვიგრძელი სიტყვაზე, ხო? ეს არის ურანული ენერგია. და სწრაფი გადაადგილება, ეს სწრაფი უყვართ ურანელებს ძალიან შეიძლება კომუნიკაციაში, შეიძლება ემოციაში, მაგრამ ამავე დროს ლილიტი აქ ცოტა დაძაბულ ემოციას იძლევა, მაგალითად, ან თვითონ კუთხურ სახლებში პირველ სახლში ურანი, მე-10 სახლში ურანი, მაგალითად, ხო, ეს კიდე ცალკე დატვირთვა არის, ხო? ურანის ფუნქცია არის, რომ ერთ ადგილას არ უნდა ვიყო ფოკუსირებული. უნდა მუდმივ მოძრაობაში ვიყო, გადავხტე, ხო? საერთოდ, როცა უკვე ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გვაქვს კავშირი, ეს იყო ან აჩქარებდნენ ადამიანს ძალიან და მისი რითმინელი იყო. ან პირიქით იყო გარემო იმდენად ან ტოქსიკური, ან ნეგატიური, რომ ადამიანს გაქცევა უნდოდა ამ სიტუაციიდან. ფსიქოლოგიურ ენაზე სხეული იმახსოვრებს ამ ურანულ ენერგიას, მაგალითად, მას სერიოზულად ბოჭავდნენ. ან სერიოზულად უზღუდავდნენ თავისუფლებას, ურანიმსის ნეგატიური ასპექტი რო ავიღოთ, ან პირიქით, მას იმდენად დიდი თავისუფლება ჰქონდა, რომ ეს უკვე თავისუფლება აღარ იყო, ეს იყო უკვე საყრდენის არ ქონა, ვერავის რო ვეღარ ვეყრდნობი, განსაკუთრებით ურან მეოთხე სახლს ახასიათებს ხოლმე ეს, ხო? როდესაც უბრალოდ ვერავის აი, ან შინაგან ღერს ვერ ვეყრდნობი, მარყევს, ხო, სულ რაღაცა სიტყვაზე, ხო? ანუ ეს არის უკვე ფსიქოლოგიური რყევები, ასე რომ ვთქვათ. და ადამიანს აქ განცდა, რომ ჩემთვის სიმშვიდე, სტაბილურობა ეს უკვე არის უცხო. თან ეძებენ ამ სტაბილურობას მუდმივად, მაგრამ თვითონვე შეიძლება არ ყევდეს მე ამ სტაბილურობას, იმიტომ რომ სხეულისთვის ეს გამოცდილება არის უცხო, ან საფრთხის შემცვლელი. ანუ თუ სტაბილურობაში შევდივარ, აქ არის სიკვდილი ხანდახან ისიც ამბობენ ხოლმე იქ ურანი თუ არის იქ ნეგატიურად ლილითთან ან მეოთხე სახლში დაძაბულად მაგალითად, ხო? ეს არის გაჩერების შიში, სიმშვიდის შიში. გადატვირთვა ხდება ტვინის, ნერვიული სისტემის, მაგალითად, შეიძლება მაღალი წნევები ახასიათებდეს ურანის ენერგიას, შეიძლება იყოს პატარა შოკურე, მაგალითად, რო ავიღოთ ეპილეფსია, ეს ურანული დაავადება არის, რო ავიღოთ მოულოდნელი
ნეგატივები, თქვათ, მოულოდნელად ხშირად არის ხოლმე სხვა აქ ასპექტები урანს, როდესაც მოულოდნელად დაკარგვა ხდება მშობლის ან საყვარელი ადამიანის, ხო, გვაქვს ესეთი კომბინაციების მაჩვენებლებიც, რისკი უბრალოდ არა აუცილებლობა. და აქ როგორ რაღაც არის, იცით, რომ აი თქვათ, განსაკუთრებით მზეურანთან დაკავშირებული როცა არის, ხო? აი მე ვინც მიყვარდა ერთ-ერთი ესეთი ტრამვაც არის. აი მიუახლოვდი სადღაც ვარ აკომფორტულად და წამში დაიკარგა კავშირი. გაწყდა უცებ კავშირი, ხო, ეს ურანული ენერგეტიკა არის. და აქ ტრამვა აქ შეიძლება აკიდებული ადამიანს რომ საშიში არის, სიყვარული, საშიში არის რაღაცაში კომფორტში კარგად ყოფნა და კომფორტს რო ახსენებ რომ ვენერა არის, აქ კავშირში და მეორე სახლი არის კავშირში. როცა ვამბობთ მაგალითად უშუალოდ უკვე სიყვარული და საყრდენი ეს ლომთან არის, ანუ მზესთან კავშირში, ანუ ამით ვხედავთ კლასიფიკაციას ფსიქოლოგიაში, ასტროფსიქოლოგიაში, რომელ სფეროში სიტყვებს ამბობენ ხოლმე ადამიანს, უბრალოდ რომ ვალაპარაკებ თავის რუკაზე ლაპარაკობს. უკვე რაც უფრო კარგად ვიცით, ახლა ასტროლოგიური სკოლა მაქვს 2 აგვისტოს ვიწყებთ სწავლას, ისე ინფორმაციულად ვისაც გაინტერესებთ, ახლა გამახსენდა და აი აქ გავდივართ უკვე თერაპიულად ასტროფსიქოლოგიას, ეს არ არის ორთვიანი კურსი მაქვს, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ჩავყაროთ ინფორმაცია ასტროლოგიაში, რომ ეს ასპექტი ამას ნიშნავს და უბრალოდ ტვინით გავიაროთ, ეს არის ვიცხოვროთ, სხეულებრივად ვიცხოვროთ ეს ასპექტები. სხვანაირად ჩვენ ვერ ვსწავლობთ. ანუ თუ უბრალოდ ინფორმაციას ვისწავლით, ანუ ის დევს თაროზე და ინტელექტუალიზაცია მიდის, აი ამ მერკურულ სფეროში და იქ თუ ურანული ენერგია არის, საერთოდ ნევროტულად ტრიალი მიდის ამ ინფორმაციის, რომელსაც აი ქვევით ჩაკრებს, როცა გვერდს ხელში არ ჩამოდის. და ტვინის გადატვირთვა ხდება, ნერვული სისტემის გადატვირთვა ხდება, აზრებში ყოფნა ხდება და მერე აი ხშირად რომ მოდიან ხოლმე, რომ აი ყველა ასტროლოგი მოვიარე და ახლა თქვენთან მოდივარ. და აქ მნიშვნელოვანი კი არ არის, ახლა მე კი არ ვფიქრობ იმას, რომ აი რაღაც ახლა რა თქმა უნდა, ჩემთან აბსოლუტურად სხვა კონსულტაცია არის, ეს ის ასტროლოგია არ არის, რაც ზოგადად არის ხოლმე, იმიტომ რომ მე ვცდილობ ასტროლოგია კი არ ჩაუყარო ადამიანს თავში ვაცხოვრო, ხო, სხეულებრივად ეს ისევე როგორც მე ვიცხოვრე 10 წლიან თერაპიაში ეს ასტროლოგიური ჩემი პირადი რუკა, ხო? ანუ ეს გამოცდილებაში მაქვს, რას ნიშნავს, როცა კოგნიტურად გვაქვს ინფორმაცია და როცა უკვე სხეულებრივად ცხოვრობთ და თავი ფოკუსი ჩემთვის არის ის, რომ ხედავ უკვე რომ ადამიანი ეძებს შინაგანად, აი ამ აზრებისგან გაჩერებას და სხეულთან დაკონტაქტებას. ანუ აქ მერკურულ შფოთვაში არის უკვე ადამიანი და შინით სხეულში არ არის შესული. განცდებთან არ აქვს კონტაქტი და აზრებთან არის მარტო. და აქ უკვე შეიძლება საერთოდ უკვე რუკაზე, კომბინაციებზე ინტელექტუალიზაციაზე კი აღარ ველაპარაკო, პირდაპირ სხეულში წავიდეთ, შეგრძნებებში წავიდეთ, შეხვდეთ შინაგან ბაურს მაგალითად, შეხვდეთ აი თუნდაც ამ ტრამვას, რომ ადამიანი ითხოვს სამყაროსგან თითქოს კონტაქტს, იმიტომ რომ საკუთარ თავს ეძებს მეტი არაფერს და აი ვაპოვნინოთ ეს საკუთარი თავი, ხო? და ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთან კონსულტაციაზე, აი ტონიც რო ეცვლებათ, შვიდდებიან ეს ურანის და მერკურის ტალღა ჩამოდის ქვევით უკვე და აი აქ საკუთარ თავთან შეხვედრა ხდება სხეულთან და დაბრუნება და ეს რას ნიშნავს, იცით, ეზოთერულ ენაზე რო გითხრათ, სიხშირე არის ძალიან მაღალ დონეზე. იმიტომ რომ სხეულს არა გამოცდილება მაგალითად საკუთარ თავთან კონტაქტის გარე სამყაროში ტრიალებს ნევროტულად, ხო, ადამიანი. და პირველად არის გამოცდილება, რომ გრძნობა და გონება ერთიანდება. ერთ წერტილში მოდის. და აი აქ ხდება კონტაქტი. აი ურანის მაღალი აქვს, ახლა მზე ურანის ტრინი მაქვს მე ჰარმონიული და სულ ეს მაქვს ხოლმე შინაგანად, რო უკვირდება ხა ბევრი ნეგატიური რაღაცებიც მაქვს რუკაში, მაგრამ ეს ამ ასპექტში ხვდები ხოლმე იმ წერტილს, სად კარგავთ კონტაქტს და სად უნდა თავარი, აი ეს უცებ ის ნათება, წამიერი ნათება ურანული, სად შეიძლება დამიწებაში მოვიდეს, განიმუხტოს ეს დაძაბულობა, ხო? აი შფოთვა განიმუხტოს და აი ხელში შემოვიდეს და იქ როგორ მოდის სიმშვიდე მერე. აი ამას ხედავ ხოლმე ძალიან ხშირად. და რეალურად აი ამ სინდრომზე როცა გვაქვს ლაპარაკი ყურადღების დეფიციტზე, მაგალითად, ყურადღების დეფიციტი კი არ არის, ეს არის სინამდვილეში კონტაქტის უქონლობა, ნეირონულ დონეზეც კი შეგვიძლია ვთქვათ, საკუთარ ემოციებთან. მომავალში რატო არის ადამიანი? იმიტომ რომ ახლა ამ წამს
უჭირს რაღაცაში ყოფნა, იმიტომ რომ ძველ დროს იგივე განცდაში, როდესაც შენი არ ესმით, მარტივად რო ავიღოთ, ხო? შენ უცხო ხარ, ახლა როცა არის მერკური ურანი ნეგატიურ ასპექტში მაგალითად, აი სხვა ენაზე ლაპარაკობ და ხალხი საერთოდ სხვა ენაზე ლაპარაკობს შენახქმართობაში, ხო? შეიძლება აქ იყოს გაუცხოება, აქ ლილიტი თუ არის ჩართული საერთოდ ჯგუფთან, სოციუმთან. საერთოდ ეს ხალხი სხვაგან არის, მე მარტო ვარ. ანუ მარტოობის არასევ და არამედ ჩფოთვა მარტოობის, რომ თითქოს გავრბი ვარ მარტოობისგან და თან მარტოობაში გავრბი ვარ, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს წერტილი, როცა მე უახლოვდები იმ გარემოს, რაც მე მენატრება, იმ წერტილში ისეთ მარტოობას გრძნობ, რომ მე ისევ მარტოობაში გამურბი ვარ, რომ უფრო ნაკლები ტკივილი შეიძლება აქ იყოს. აი ამ განცდადობაში რო შედის ეს ნევროტულში, ხო? მუდმივი დაბრუნება ხალხში, მერე უცხოდ ყოფნა, მერე წამოსვლა უკან, ხო? და აი ეს მუდმივი ცირკულაცია იწვევს უკვე ნერვულ დაძაბულობას, გადატვირთვას უკვე სხეულებრივად, იმიტომ რომ სხეული ვეღარ იტევს, მას სჭირდება დამიწება, გაშვება ამ ურანული ენერგიის. ძალიან ხშირად მიდიან ხოლმე ხო ურანელები, ან ვარჯიშობენ ძალიან აქტიურად, მაგალითად და ეს როგორ არის, იცით, რომ აი ეს ელექტროობა კიდე დავამატოთ სხეულს, მაგრამ არ განტვირთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ ემოციასთან შეხვედრა სინამდვილეში, განა გაქცევა მუდმივი ენერგეტიკულ დონეზე ურანელი ადამიანი, ანუ ამ სინდრომის ადამიანი კონტაქტს ერიდება, შერწყმას ერიდება რაღაცასთან და გარბის კონფლუენციას ერიდება, ხო? და გარბის მუდმივად, იმიტომ რომ სადღაც გაჩერება ნიშნავს საფრთხეს მათთვის. ან რაღაცის გამასვას, ბჭყალებში რო ავიღო და ესეც საფრთხე არის, ხო? სადღაც თითქოს ცხოვრება, აი რაღაც შანსი რომ მომცეს და მე ეს ვერ გამოვიყენო, ან პირიქით, ზოგჯერ არის ის, რომ მე უნდა ვიყო მზად მოულოდნელობისთვის და მუდმივ ნევროტულ აი ამ დაძაბულობაში ამყოფებენ თავს, რომ რაღაც არ გამომეპაროს. და აქ მივდივართ ხოლმე იქ პლანეტები ისე ჩანს, რომ პირდაპირ ხედავთ სიტყვები შემიძლია უთხრა ხოლმე უკვე ადამიანს, აი ეს და ეს გითხრეს, ესა და ეს ემოცია იყო აქ და შეიძლება საერთოდ არ სახსოვდეს ადამიანს და აი ამაში გვეხმარება ასტროლოგია, რომ აი ფსიქოთერაპიაზე, აი თითო ერთ სეანსში ჩვენ რასაც გავდივართ ხოლმე ზოგჯერ პირად რუკაში. ეს უდრის, რა ვიცი, ერთწლიან თერაპიას. მე ყოფილი ვარ თერაპიაში და მაგიტომ გეუბნებით, ვიცი ახლა მანდ რაც არის და პლუს რამდენი თერაპევტის გამოცვლაც, ხო? ვიღაცა დაგიმღამებს, ვიღაცა ვერა, ხო? ვიღაცა აქ უკვე ეზოთერიკა შემოდის, ვიღაცა ენერგეტიკულად არის ჩვენთან ენერგეტიკულ კავშირში, ანუ დონეს, განვითარების დონეს, ვიღაცა ვერ არის, ან დაბლა არის ძალიან მაგალითად, ან საერთოდ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, ხო? და აქაც მკურნალობა ნაკლებად არის. ანუ ის, რომ ფსიქოთერაპია მაგალითად რო აი იარე ფსიქოლოგთან ეს ტერმინი ძალიან ბევრს არ შველის, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რასაც სხეული გრძნობს. და როდესაც მაგალითად ფსიქოთერაპევტი სადღაც სხვაგან არის და ჩვენ მეტი გვინდა და აი ესე რომ მოდიან ბოლოს ჩემთან, აი მაგას ხვდები ხოლმე უკვე, რომ რაღაც არის ისეთი, შეიძლება უბრალოდ ადამიანს მის ემოციებთან კონტაქტი ჭირდება, ემპათიური ადამიანი ჭირდება, რომელიც მოусმეს და აინახავს და გაუგებს. და შეიძლება აქ უფრო მონოლოგი იყოს მათგან და ეს იყოს სამკურნალო ენერგეტიკა, ვიდრე მე ხა დაუწყო რუკის მოყოლა, ხო სიტყვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დროს აი ეს ურანული შფოთვის დასამშვიდებლად, იმიტომ რომ აი ეს შფოთვა, ემოციური იმპულსი, ახსნებადობა, ეს ურანის ენერგია არის. მუდმივი დოფამინის ძიება თან, ხო, მუდმივ აღზნებადობაში მყოფნა. აი ეს არის ურანული ენერგია და აი ეს სინდრომი მაგალითად, რო წაიკითხოთ, ADHD, ეს არის მუდმივ აი ამ დოფამინის ძიებაში ყოფნა, რომ სულ ახალი რაღაც უნდა იყოს, სულ ახალი გამოწვევები, განსაკუთრებით იუპიტერი ურანის შეერთებისას. ეს არის მე რა ვსწავლობ? ეს სულ შფოთვაში უნდა ვიყო, სულ დრაივში უნდა ვიყო, სულ დოფამინში უნდა ვიყო, ხო, სადღაც ახსნებადულ მდგომარეობაში და აქ ვიჭერთევს მათ აღქმაში. და აქაც მართლა შეიძლება იღვალი იყოს, რომ სულ სოციუმთან კონტაქტი, სულ მოძრაობაში, აქ იჭერდნენ მართლა თევს, მაგრამ პიროვნული კუთხით ურანის დაჭერა სხეულებრივად ჩვენ ძალიან გვიჭერს, იმიტომ რომ ურანი თავისთავად ეწინააღმდეგება
სხეულის და მატერიის აღქმას. ეს ხო სხვა სამყაროები არის, სხვა განზომილებები არის, კოსმოსი არის ურანი. ანუ ენერგეტიკულ დონეზე რო ავიღოთ, ხო? ურანული იმპულსი დამიწებაში ძალიან გვერდს გადაგწვავს. აი ხე რო ვიღოთ ჩვენ და მე ხით აკვეცეს. აი ეგეთი ენერგეტიკა აქვს და სხეულის უჭირს ამ დაძაბულობის, ამ დატვირთვის აღქმა. და მნიშვნელოვანი არის ეს შემოსული იმპულსები ურანული დაუყანოთ სატურნის ენერგიაში. აი ახლა აქ როგორ მუშაობთ აი ამ ურანულ დაძაბულობაზე. მაგალითად ზუსტად ურანი მოითხოვს გავთავისუფლდეთ ამ შფოთვისგან. კარგი ურანი როგორ არის? მაქვს იდეები. იდეებს სატურნულ ყოველდღიურ დისციპლინაში, მაგალითად. ვიტოვებ თავისუფალ დროებსაც, ანუ მენეჯმენტს ვაკეთებ. ეს სატურნი არის მენეჯმენტი. მენეჯმენტს ვაკეთებ დროის, სქემის მაგალითად და არა, აი მაგალითად გამოცდა მაგ და ბოლო წამს უნდა მივიყვანო და ის აღზნებადობის შფოთვაში ვიწყებ უკვე რაღაცის კეთებას, ხო? არ არის საჭირო ეს, შეგვიძლია დავყოთ შფოთვის გარეშე, ეტაპობრივად ნელა გავაკეთოთ რაღაც და უფრო კმაყოფილება შემოდის მერე. ანუ ეს ურანული მუდმივი აღზნებადობა და შფოთვა, რომელიც რეალურად გვამაზინებს აქ ცხოვრებას, ეს კი არ ჩავთოთ, არამედ რეალურად შევქნათ კარგი ურანი, როგორ არის? მომავალი შევქნათ ყოველდღიური დღევანდელი შრომით, 2 წლიანი ინტერვალით, 5 წლიანი გეგმები დავსახოთ და ეს შემოვიტანოთ მაგალითად ცხოვრებაში. ოღონდ როგორ ხდება ახლა ეს უკვე ფსიქოთერაპიული კუთხით, ხო, ასტროფსიქოთერაპიული, ეს კიდე ცოტა სხვა არის ვიდრე კლასიკური ფსიქოთერაპია. ურანის მართვა შეიძლება როგორც ერთ-ერთი სამყარო უნდა გადმოვიყვანოთ ჩვენ რითმზე და არა აჩქარებულზე. პირველ რიგში არის კატეგორია, რომელიც მაგალითად ურანი მერკურის შემთხვევაში და მერკური თუ იქ ჰარმონიულად ან კუროშია მაგალითად ან სტაბილურ ენერგიაში არის. ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვები გვაჩქარებენ, ანუ ჩვენ გვეშინია არ გამოვჩდეთ ნელები და აქ რითმს ვაჩქარებთ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ თერაპიულად ესე ვმუშაობთ, რომ იქვე გავაკეთებთ რეპეტიციას. შეანელე ტემპი, ნელა გამოხატე, მაგალითად, ხო? ნელა თქვი სათქმე. იწყებენ მერე დაწევას ტონი, დაკვირვებას აზრებზე. უფრო ჭკვიანურად ახდენენ ხოლმე მერე უფრო გამოხატვას თავის. ანუ დროს აძლევენ საკუთარ თავს. მერე შემოდის კომპლექსი, რომ აი ეს მე რო ამ რითმში ვილაპარაკო, ყველა გამექცევა უკვე, აზრი არა აქვს, ხო? და ან ჯობია საერთოდ გავჩუმდე. მერე ეს არის. მერე ვიწყებთ ხოლმე თერაპიულად პრაქტიკას, რატო ვარ ამ ნელ რითმში და რატომ აჩქარებდნენ, ხო? აი აქ მერე ძალიან ღრმად შესვლა ხდება უკვე ტრამვაში, იქ ურანულ ენერგიასთან ვინ გვაჩქარებდა, იმასთან კონტაქტი ხდება მაგალითად, ხო, აქ მთელი თერაპიული პროცესი მიდის და შინაგანად ამ მოდელს მუდმივად აღარ ვატრიალებთ მერე სხვებთან კომუნიკაციაში, ვისთანაც არ უნდა შევიდეთ. ეს ძალიან მარტივ პრაქტიკულ რჩევა არ არის ეს. ნუ აი მე როგორ მუშაობ ხოლმე რეალურად რა მუშაობს ურანზე. და უფრო გასაგები ხდება ადამიანებისთვის, რაც უფრო ანელებენ ტემპს, მაგრამ არის მეორე მომენტიც, როდესაც მე არ მინდა ამ კონტაქტში ყოფნა, ან ამ სახლში ყოფნა, ამ კარიერაში ყოფნა მაგალითად. ან საერთოდ ხელში ყოფნა არ მინდა, ხო, პირველი სახლი. მე ჩემ თავთან მაქვს მუდმივი რეფორმებს, უნდა ვცვალო რაღაცა, იმიტომ რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. მანდ რო უკვირდებით მე თერაპევტ ერთფეროვნება არ უყვართ კი არა, ვერ იღებენ, ან სადაც არიან იქ არ მოწონთ. ან რა ემოციაშიც არიან ის არ მოწონთ, მაგრამ ვერც ცვლიან. აი ნეგატიური ურანი რა არის? ეს არის ამბოხებული ადამიანი, რომელიც სისტემას ანგრევს, ან გარბის ამ სისტემიდან. და მეორე ადამიანი კარგი ურანით, რომელიც ქმნის იმ სისტემას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა და უფრო ჰარმონიული არის. აი ეს არის განსხვავება. ანუ შფოთვა, მაღალი, აი ეს კონცენტრაციის პრობლემა, ეს დაძაბულობა, ეს დოფამინები და მთელი ამბავი მოდის იქიდან, რომ მე არ ვიცი, როგორ შევქმნა ახალი მომავალი. მაგრამ მე სულ ვუმკლავდები უფრო გარემოდან წამოსულ იმპულსებს, რომ გარემო არის ცვალებადი და სამდირი შიგნით არიან ესეთი არაპროგნოზირებადი, ანუ შიგნით ცხოვრობს ეს დაძაბულობა, თორე გარეთ ისეთ სიმშვიდეა. საერთოდ არავინ არ გთხოვს არანაირ არეულობას, ხო? და თუ რაღაცას გავმაზავთ ბრჭყალებში,
არ ღირს ის ნერვიულობაც სიტყვაზე, ხო? აი იმ შფოთვათ არ ღირს. ანუ როგორც კი ეს სულიერი სიბრძნე თუ სიმშვიდე შემოდის, მე ხვდება ადამიანი რომ თვითონ არის ამ რითმში, თორე გარესამყარო არ არის ამ რითმში. და მე ცდილობენ აი თუ სატურნი ყავთ იქ ძლიერად ან ნეგატიურ ასპექტებში, მე ცდილობენ გარემო და იმას ქნან, გარემო და აკონტროლონ, რომ ეს შიდა შფოთვა დამშვიდდეს. და არა ის რომ მე შიგნით ვაკონტროლო ჩემი შფოთვა და გარემო იყოს როგორც უნდა, ხო? ანუ კარგი ურანი ეს არის ჰარმონიული, რომელიც უფრო კონცენტრირებული არის გარემოზე, როგორც თავისუფალ დინებაზე, რომ გარემო მიდის ისე როგორც არის. მაგრამ მე როგორ რეაგირებ ამ გარემოზე და შიგნით რა ხდება, აი ეს უნდა იყოს უნისონში. ჰარმონიული ურანი ესეთი არის, რომელიც ჩემ შიგნითაც არის სიმშვიდე და გარეთაც არის სიმშვიდე. და ნენელა მივყვები ამ ცვლილებებს, ხო? და ამ მდგომარეობამდე ნებისმიერი ასპექტის დამუშავება ეს ხდება. ამ მდგომარეობამდე უნდა მივყვანოთ ჩვენ თავი და არა მთლიანად ვაკონტროლოთ გარემო, მაგალითად რომ ჩვენ დაგვამშვიდოს გარემო იყოს სტატიკური, რომ ჩვენ დავმშვიდდეთ. ან ჩვენ გავიქცეთ, რომ ეს სტატიკური გარემო რაღაცნაირად არ მოგწონს და გავიქცეთ ამ ყველაფრიდან, ხო? და აქ საჭირო არის არა სტატიკურ გარემოსა გავიქცეთ, არამედ ავაშენოთ ის უსაფრთხო გარემო, რომელიც ჩვენთვის არის და არა მაგალითად რომ იძულებული ვართ საიდანღაც გავიქცეთ. მე ვეუბნები ხოლმე ეს ხალხს, აი მოტრიალდი, წარმოსახვე თერაპიას გავუკეთებია ხშირად. ტრიალდებით, ბრუნდებით და უფრო ვაგვარებთ პრობლემებს და არა მუდმივად გავბივართ ამ პრობლემებისგან. რეალურად ეს ამუშავდება ურა. ამაზე კიდე გავაგრძელებ მე მომდევნო ვიდეოებშიც პერიოდულად საუბარს, მე მგონია რომ საინტერესო იყო თქვენთვის, მე მგონია რაღაც აღმოჩენებიც იყო თქვენთვის, შეგიძლიათ ჩახედოთ მე-11 სახლს, ურანის ენერგიას, მერწყულს და ინახავთ ამას თქვენში. და აუცილებლად რაღაც ზონეზე მაინც იპოვით აი ამ სინდრომს, ყურადღების დეფიციტს, შფოთვას, მუდმივ გადახტომას მაგალითად და ემოციურ აღტაცებაში, დაძაბულობაში ეს პლუტონში არ შეგვეშალოს, ეს არის აი შფოთვითი დაძაბულობა ელექტრონულ დონეზე. პლუტონი ღრმა მძიმე ენერგია არის, ის სხვა არის, იმაზე მე კიდე შემოგთავაზებთ, იქ უფრო რა სინდრომები არის, მაგრამ აი ფსიქოლოგია და ასტროლოგია ერთად ეს არის ის, რასაც შეიძლება ისე ზუსტად გაგვიყვანოს პრობლემებთან, რომელიც უბრალოდ თერაპიაზე წლები დაგჭირდეს და ბოლომდე კიდევ არ იყოს იქ დიაგნოზი, აი ზუსტ წერტილებში არ იყოს მოხვედრილი. მეცაც მოგეწონებათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ მოწეროთ, შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, მოიწონოთ და დანარჩენ ვიდეოებს კიდე შემოგთავაზებთ დროებით, მეგობრებო.